საქართველოში მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო პროცესებში ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობა აუცილებელია. მათი შეფასებით, მხოლოდ ინკლუზიური და მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემო უზრუნველყოფს გაუმჭვირვალე კონკურენტულ არჩევნებს. რესპონდენტების განცხადებით, რაც მეტი პოლიტიკური სუბიექტი ჩაერთვება პროცესში, მით მეტად გამოკვეთილი იქნება მოქალაქეთა რეალური არჩევანი. მათი შეფასებით, ეს აუცილებელი ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. სულ ტელევიზორი მაქვს ჩართული, სულ საინფორმაციო usmen, სულ ამ პოლიტიკოსებს usmen და სულ ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები აქვთ. ოპოზიცია კი არის ერთ მხარეს, მაგრამ მთავრობას ხონდა შეუთანხმდე რაღაცაზე. ესენი რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას, იმას მთავრობა არ ეთანხმება. ამათ კიდე ოპოზიციას მთავრობის გადაწყვეტილება არ მოსწონს და ვართ ასე ჰაერში გამოკიდებულები ჩვენი ქვეყანა. Ანდელი პოლიტიკური სპექტრი ძალიან საჭიროებს დახვეწას, გაწმენდას, მორალურად რომ მაღალზნეობრივი ოპოზიცია რომ ყავდეს, უკეთესი იქნება, ანუ ისეთი წარსულის, რომელსაც არავინ წამოაძახებს მის წარსულს. დაშვებულ შეცდომებს. შესაბამისად, მე რა გითხრათ, რაც მეტი პარტია მიიღებს მონაწილეობას და ამორჩეულს ექნება საშუალება, რომ გააკეთოს უკეთესი და არჩევანი და არ აირჩიოს, უარესზე უფრო ცუდი და აირჩიოს უკეთესზე უფრო უკეთესი, ამას ალბათ წლები დავჭირდებით, სანამ ჩვენი გინდაც პოზიცია და გინდაც ოპოზიცია გააუმჯობესებს საკუთარ თავს. მიაზრით უნდა მეიღოს. მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მათ ადგილზე მივიღებდი მონაწილეობას. არჩევანი რომ იყოს უფრო მრავალფეროვანი, ეს მათთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც. ამიტომ ჯობია რომ რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა მიიღოს მონაწილეობას, მით უკეთესი მიასოფიქრე. ერთი და ოხერია სულ ყველა მან. საქართველოს მომავალი თუ ჭირდება, ოპოზიციაც უნდა იყოს და პოზიციაც. აი ესე ვერანაირად ვერაფერი ვერ მოხდება ქვეყანაში რა. ჩემი აზრი ეს არის. თავად უკეთიციან საყვარელო, მე არ ვიცი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკური პარტია გახარია საქართველოსთვის და პოლიტიკური გაერთიანება ლელო ძლიერის საქართველო იღებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებას, კოალიცია ცვლილებებისთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ისინი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ლელო ძლიერის საქართველოს და პოლიტიკური გაერთიანება კოალიცია ცვლილებების ლიდერები ამ დროისთვის დაკავებულნი არიან. ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან კავშირის დამყარება ჩვენი გადამღები ჯგუფით შეეცადა, თუმცა მათგან კომენტარი ამ დროისთვის ვერ მივიღეთ. ისინი კავშირზე არ გამოვიდნენ. სამშობიარო ფერომედის მშობელთა სკოლაში გაიმართა ღიაყარის დღე, რაც მოიცავდა სემინარს თემაზე ორსულობა, ჯანმრთელი ორსულობა და მშობიარობა. ეს სემინარი მოიცავდა თემებს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ორსულობა, რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში ორსულობის დროს, როგორი უნდა იყოს ორსულთა კვება, ჰიგიენა, თუ მავნეჩვევები რა ზეგავლენას ახდენს, უარყოფით ზეგავლენას ორსულობის მიმდინარეობაში, მშობიარობა, როგორ იმართება მშობიარობა, საკეისრო კვეთა, შემდეგ მშობიარის მოვლა, ლოგინობის ხანაშიც, ბავშვის მოვლა, ჰიგიენა და ასე შემდეგ. ორსულებს ყველა საინტერესებს უამრავი კითხვები ორსულობის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ შევძელით და ვეცადეთ, რომ ყველა ეს კითხვა დაგვეკმაყოფილებინა, სრულყოფილად გაგვეცა პასუხი მათთვის. ვფიქრობთ, რომ საინტერესო იყო. ეს სემინარები გაიმართება მომავალშიდაც, უფრო მეტად საინტერესო თემებზე. ჩვენი მშობელთა სკოლა ემსახურება დედისა და ბავშვის ურთიერთობას ჩასახვის მომენტიდან მთელი ორსულობის განმავლობაში, რომელიც სრულდება ძალიან კარგი ნაყოფით. და აი ეს ურთიერთობა სწორად განაპირობებს იმას, რომ დედა იყოს უშუალოდ ჩართული არადაბადების მომენტის მერე ჩვილის აღზრდაში და მის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში, არამედ უკვე მუცლად ყოფნის პერიოდში და იმ დროში, რა დროსაც ის ნაყოფი გაივლის დედასთან პერიოდს მუცლად ყოფნის დროს. ძალიან კარგი, ასე რომ ვთქვათ, საკითხები, აქტუალური საკითხები განიხილება დღევანდელ ჩვენს შეხვედრაზე და ეს არ იქნება პირველი, ექნება ძალიან ბევრი ხასიათის შეხვედრებს
გეგმავთ სხვა თემებთან დაკავშირებითაც და ველოდებით არა მარტო ჩვენ ორსულებს, ყველა ქალაქის მაცხოვრებელი იქნება თუ გარენის ყველას ველით სიხარულით, ანუ დასწრება არის უფასო და აქტუალური საკითხები იქნება აქცენტირებული. ფერომედი სამშობიაროში ფუნქციონირებს ორსულთა ანტინატალური მეთვალყურეობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ აუფასო ვიზიტს. ასევე ჩვენს კლინიკაში არის მშობელთა სკოლა, სადაც ორსულებს ეძლევათ ყველანაირი ინფორმაცია მშობიარობაზე და მის შემდგომ პერიოდზე. ჩვენს კლინიკაში მშობიარობა და საკეისრო კვეთა არის აბსოლუტურად უფასო, ამიტომ ველოდებით ყველას, ვისაც აქვს სურვილი და ვისაც უნდა რომ გააჩინოს ახალშობილი და იყოს ჯანმრთელი დედა და ახალშობილი ჩვენ კლინიკაში. კი, სხვათა შორის ქუთაისიდან გადმოვედი აღრიცხვაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. არა იმით, მოკლედ შემოსვლის დღიდან იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ აი თითქმის ყველას გავაგებინე, ვინც თანაცხელი მიმიწვდებოდა, იმიტომ რომ უზომოდ ძალიან დიდი ყურადღება არის თვითონ მთელ გუნდს ვუხდი მადლობას, არა მარტო ეხლა ყოველთვის ვცდილობ ხოლმე გამოვხატო. ყურადღებასთან ერთად არის მოწესრიგებულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ორსულისთვის თითოეულ დეტალზე კითხვა და პასუხის დაბრუნება უკავშირი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამასაც ძალიან დიდ პატივს ყველასგან და მოლოდინი ის მაქვს რომ მინდა ჩემი შვილი ძალიან ჰარმონიულად ბედნიერად და ლაღა დაიბადოს და რასაც ხედავ ამ გარემოში და ეს მოლოდინი მაქვს აქედან. ჩემი მხრიდან რაც შემეხება, რა ვიცი, ვცდილობ რომ მე თვითონაც განწყობა ისეთი შევიქმნა, რომ ეს ყველაფერი ჩემგანაც იყოს და მათგანაც. ეს მქონდა ძალიან დიდი სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ინტერნეტ სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი მიწვდომა გვაქვს, ყველანაირი ინფორმაცია მოვიძიოთ და ყველაფერი, ეს გვეხმარება უფრო უშუალოდ უფრო ახლო კავშირი გქონდეს და გავიგოთ როგორც მშობელმა, როგორც ბავშვის მხრივ რა გავაკეთოთ და ჩემთვის ეს ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და კი მოხარული ვარ ამ პატიჟებისთვისაც. ეს მარტო ჩემი ჯილდო არ არის, ეს არის მთლიანად ჩემი თეატრის, ჩემი ქალაქის ჯილდო. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობი თეიმურაზ კიკნაველიძე უშანგი ჩხეიძის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს საპატიო ტიტული მას შემოქმედებითი კავშირის, საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით მიენიჭა. ეს იმერეთის ფესტივალი აკეთებს ძალიან დიდ საქმეს, საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-16 ჩატარდა და უნდა გენახათ ყველა სპექტაკლზე მანშლაკი. ეს იმას ნიშნავს, რომ მაყურებელი მოვიდა თეატრში. ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც იღწვის და იბრძვის ამ საქმისთვის, უფასდებათ ეშრომა და ეხლა რაც შეეხება ჯილდოს, რა თქმა უნდა, არ ველოდი, ეს არ არის პატარა ჯილდო, უშანგის სახელობის პრემია გადმოგცენ უშანგის თეატრში, არ არის პატარა საქმე და ავიქაც რომ სცენაზედაც რო ვედი, ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ ბევრი ვერაფერი ვერ ვთქვი, მაგრამ იმ ხალხს მადლობა გადაუხადებ, ისი წვლილიც არის ამ ჯილდოში, ეს არის ბატონი ლევან როხვაძე, ბატონი გოგი გეგეჭკური, თეატრალური საზოგადოების ხელმძღვანელი. ნუ რა თქმა უნდა, ბატო ჯოღელი, რა თქმა უნდა, ჩემი თეატრი, ჩემი მსახიობები, ჩემი პარტნიორები სცენაზე, ეს მარტო ჩემი ჯილდო არ არის, ეს არის ჩემი თეატრის ჯილდო და ყველას ჯილდოა ეს, იმიტომ რომ ერთად გავაკეთეთ ჩვენ ეს საქმე და მარტო ვერაფერს ვერ შექმნი და ვერაფერს ვერ გააკეთებ და რა თქმა უნდა, ქალაქის დამსახურებაც არის, როცა უკვე ქალაქი ყურადღებას გაქცევს, მერიის დამსახურებაც არის, ბატონი ვასოს დამსახურებაც არის. დიდი მადლობა მინდა ყველას უთხრა და ემოციურად კარგი იყო და რა ვიცი, ახლაც ეიფორიაში ვარ, გუშინაც ეიფორიაში ვიყავი, ცოტა ესეთი მე რაღაც შევხვდით ვიღაცებს იქ მილოცვები, Facebook-ზე მილოცვები, რაღაცები და კარგი არ არის ასაკში ხარ და გიფასდება უკვე ასეთი შენი შრომა, ამდენი წლის შრომა, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის და მადლობა კიდევ თქვენ იმისთვის, რომ სულ გახსოვთ ჩვენი თეატრი, სულ გახსოვთ თქვენი მსახიობები და არ ივიწყებთ არასდროს. ძალიან დიდი შრომა ამას ჩადებული, ძალიან დიდი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ როგორც შევპირდით, ჩვენ გულშემატკივრებს ერთი თამაში არ წაგვიგია. გულოსაო, ჩემს კომპანიას, ჩემს ბიჭებს. ჯორჯია მანგანეზი გახდა საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი მინი ფეხბურთში. საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდა იმის, რომ აქამდე მოსულიყავით. გარდა იმისა, რომ ფეხბურთი გვაერთიანებს და დიდ სიხარულს გვრის, ეს არის თემა, რაც საერთო სიხარულისთვის
ერთ-ერთი ყველაზე აღმართოვანებელია და გუნდის შეკრისთვის საუკეთესოა და უსურვებ კიდევ მეორე გამარჯვება ჩვენ კომპანიას, ჩვენ ჯგუფში შემავალი კომპანიების თანამშრომლებს და აუცილებლად მოვა სხვა გაცილებით დიდი და უფრო დიდი გამარჯვებები. ძალიან დაძაბული და მაგარი თამაში გამოდგა, რისთვისაც მზად ვიყავით, ჩვენმა თავდადებამ შედეგი გამოიღო და ჩემთვის დებიუტია ეს იყო ბიზნეს ლიგაზე, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი თასის მფლობელი გავხდი და იმედია ესე წარმატებით გამოვაგზავნოთ ყველაფერს. სუპერლიგის გამარჯვებული იყო შესაძლოა, ჩვენიერი ბიჭები დაკომპლექტებული გუნდია, ველოდებოდით ესეთ თამაშს, მაგრამ ვიცოდით, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა, ესე ერთად ერთობით ეს ყველაფერი მოვახერხეთ, გაუმარჯოს ჯიებს.